მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზი კუჭავა, ჩვენი დღევანდელი სტუმარია ექიმი გასტროენტეროლოგი მაია ცერაძე. მოგესალმებით მაიკო. მოგესალმებით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკა ესკულაფში. შეგახსენებთ, რომ კლინიკა მდებარეობს ქალაქ თბილისში, სულხან-სიცაცის 73 ნომერში, ეს არის ყოფილი საბურთალოს ქუჩა. იმისათვის, რომ კლინიკაში მოხდეთ კონსულტაციაზე ექიმებთან, საჭირო არის წინასწარი რეგისტრაცია, ამისათვის მოგმართეთ და დაგვირეკეთ ტელეფონის ნომრებზე 596 34 50 50 593 30 02 ეს არის ტელეკომპანია პეკატივის საავტორო სამედიცინო გადაცემა ესკულაფი, რომელიც გადის ტრადიციულად 4 შაბათს, ტრადიციულად 20 საათზე, მისი განმეორებით ნახვა შეგიძლიათ მეორე დღეს, ან იმავე კვირის შაბათს ან კვირას, დღის საათებში და იმისათვის, ვისაც ტელევიზიასთან წვდომა არ აქვს, შეგიძლიათ გადაცემას უყუროთ და გამოიყენოთ ინტერნეტ საიტი MyVideoG, პეკატივის გვერდის ლაივ რეჟიმი, ასევე გადაცემა აიკპირდება YouTube არხის პეკატივის საავტორო გვერდზე. და მაიკო, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ვინაიდან თემა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, არის ცოტა უფრო რთული და შედარებით უფრო იშვიათ დიაგნოზებს ეხება და რადგან გადაცემა გადის არა მარტო ტელეკომპანიით, არამედ იტვირთება YouTube არხზეც, MyVideoG-ზეც, Facebook-ზეც იდება ანონსი ამის შესახებ, ამიტომაც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უყურებს, რომლებიც არასამედიცინო განათლებისაც არიან და მინდა გთხოვო, რომ შეძლების და გვარად ვილაპარაკოთ, რაც შეიძლება ისეთი არასამედიცინო ტერმინოლოგიით, იმიტომ რომ პრობლემა, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, არის კრონის დაავადება. ეს დაავადება ცოტა ხნის წინ საერთოდ არ იცოდა მოსახლეობამ, მხოლოდ პროფესიონალებს ჰქონდა ამის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ დღესდღეობით საკმაოდ ცნობილი გახდა თავისი სამწუხარო პოპულარობის გამო, ასე ვთქვათ. და უკვე საკმაოდ ხშირად ხედავთ ამ დიაგნოზს. მე მახსოვს, როცა ჩვენ სტუდენტობის დროს ეს სტუდენტური დაავადება გვეგონა, როგორც ბატონი ზაქარია იტყვის ხოლმე და როდესაც პირველად ვნახეთ პაციენტი კრონის დაავადებით, მივხვდით, რომ არც ისე იშვიათია ეს დაავადება და რეალურად ქართულ პოპულაციაში ხდება. მაშასე, მაიკო, პირველი კითხვა, რომელიც მინდა დაგისვათ, ზოგადად რა არის კრონის დაავადება? განმარტოთ, აუხსნათ ჩვენ მოსახლეობას. რამდენად ხშირია მისი, ასე ვთქვათ, გავრცელებადობა მსოფლიოში და საქართველოში. კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. ესე იგი, კრონის დაავადება, ეს არის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული მორეციდივი ანთებითი დაავადება. ჩვენ წინა გადაცემაში საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ წყლოვან კოლიტზე. ფაქტიურად წყლოვანი კოლიტიც და კრონის დაავადება ეს ორივე ერთად მოიცავს ანთებით პროცესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის. განსხვავება ამ ორ დაავადებას შორის არსებობს, რა თქმა უნდა, და მსგავსებაც არის. ახლა ჯერ ვისაუბროთ კრონის დაავადებაზე და რაღაც დეტალები გავიხსენოთ შემდეგ მათი შედარებით. ესე იგი, კრონის დაავადება თანაბრად არის გავრცელებული როგორც ქალბატონებში, ისე მამაკაცებში. და საკმაოდ გავრცელებული, ანუ თქვენ როგორც ვცანეთ, ადრე არ იყო, ინფორმაცია არ ქონდა მოსახლეობას უბრალოდ ამ დაავადების შესახებ. ესე იგი, განსხვავებით წყლოვანი კოლიტისგან, რომელიც არის, ჩვენ ვიცით, მსხვილი ნაწლავის ანთებითი პროცესი, აქ ანთებით დაავადება ვითარდება შესაძლებელია პირის ზღუდან დაწყებული ანალური ხვრელის, ან სწორი ნაწლავის ჩათვლით, ანუ რომელიმე უბანზე ვითარდება ანთებითი პროცესი. თუმცა კრონის დაავადებას აქვს, ასე ამბობენ, თავისი საყვარელი უბანი, ეს არის წვრილი ნაწლავის დასასრული, ან დისტალური ნაწილი და მსხვილი ნაწლავის დასაწყისი, თავისი გარდამავალი ბაუგენის სარქველი. და რატომღაც პროცენტულად კვლევების მიხედვით, უფრო აი ამ ნაწილებში იჩენს ხოლმე დაავადება, ანთებითი პროცესი თავს. და შესაბამისად სიმპტომები, ზუსტად ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომი, რომელიც კრონის დაავადებას ახასიათებს, ესეთი შეტევითი სახის ხშირი ტკივილი მუცლის, სწორედ მუცლის მარჯვენა ქვედა ნახევარში ვითარდება, ქვედა კვადრატში და რატომღაც მწვავე აპეტიტიც ადარებენ ხოლმე და დიაგნოზში ხანდახან ესეთი არ ევახტება დიფერენციალური დიაგნოზი ეძახით ჩვენ ამას და საჭიროებს დიფერენცირებას, რა თქმა უნდა, მწვავე აპენდიცის შეტევასთან. მაიკო, ეხლა პატარა გადახვევა მინდა გავაკეთო. ჩვენ გადაცემას, აი საავტორო სამედიცინო გადაცემას, რომელშიც დღეს მეც და თქვენც სტუმრები ვართ, იმიტომ რომ გადაცემას თავისი ავტორები ყავს. ამ გადაცემის აზრი არ არის მარტო სამედიცინო ცნობიერების აწევა მოსახლეობაში. ეხლა გისმენდით და ფიქრობდი ესეთ რამეს, რომ თქვენ რომ ინტერნეტში მოიწვიოთ ინფორმაცია, ვიდეოები, რომლებიც ქართულენოვანი ვიდეოებს გულისხმობ კრონის დაავადებას, ეძღვნება არის ძალიან ცუდი, ძალიან დაბალი ხარისხის ან ძალიან მცირე, თუ პროფესიონალურად გადაღებულზეა საუბარი.
მე მადლობა მინდა უთხრა ქეთის ესიაშვილს იმისთვის, რომ ესეთი საინფორმაციო ვიდეოები არსებობს თუნდაც ჩვენი სტუდენტებისთვის და რეზიდენტებისთვის. ის, რაზეც თქვენ დღეს საუბრობთ, არის სალიტერატურო მასალა, რომელიც სამწუხაროდ არ არის ქართულ ენაზე დაწერილიც კი. გასტროენტეროლოგიის სრულფასოვანი სახელმძღვანელოც კი არ გვაქვს. და ეს ჩვენი გადაცემები მე მაქვს პრეტენზია, რომ არის მოკლე ვიდეო გაკვეთილებით, როგორც გინდათ გამიგეთ. მე არ მაქვს ჩემს პროფესიონალიზმზე, ასე ვთქვათ, არანაირი პრეტენზია, მე ჩემს სტუმრებზე ვსაუბრობ, მათ პროფესიონალიზმზე და მინდა ახლა ვინც უყურებთ ამ გადაცემას, სათითაოდ გაყვეთ, როცა დრო გექნებათ და პეკატინის ყველა გადაცემა, საავტორო გადაცემა ისკულაპის სახელით ნახოთ, თითოეული მათგანი არის ენციკლოპედიური ცოდნის შემცვალი, უახლეს ინფორმაციაზე დაყრდნობილი და აი ეს რომ არ მეთქვა არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ დღეს ვწერთ გადაცემას, რომელზეც პრაქტიკულად ინფორმაცია იმდენად მცირეა, ან მე დღეს კიდე ახალ ტენდენციას ხედავ რაღაც არაპროფესიონალ ვიდეოს, იმიტომ რომ ვიღაცას უნდა თავისი ცნობადობა და მიდის ძალიან აქტიურად პროპაგანდა მოხდა ცოდნის, კი ბატონო. დღეს ვწერთ გადაცემას, რომელიც არის ერთი გვერდი არა, ერთი დიდი თავი, ვიტყოდი გასტროენტეროლოგიის წიგნში, რომელიც არ არის დაწერილი და ჩვენი გადაცემა სწორედ არის ვერბალურად გაჟღერებული აი ამ წიგნის თავი. მაპატიეთ ახლა ცოტა შეიძლება ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ეს ნამდვილად ესეა მაინც. და ეს რო არ დამემატებინა ნამდვილად არ ვიქნებოდი მართალი, ამით ჩემი პატივისცემა თქვენთვის, თქვენთან და თქვენს მიმართ ბოდიშით, ასევე გადაცემის ავტორების მიმართ და რა თქმა უნდა ტელეკომპანიის მიმართ, იმიტომ რომ ამის საშუალებას აძლევს ქართულ სტუდენტებს და რეზიდენტებს. გავაგრძელოთ, მაიკო, ახლა ცოტა ისეთი გადახვევა გამომივიდა, მაგრამ ამის ართქმა არ შეიძლებოდა. თქვენ ახსენეთ პარალელები კრონსა და გაღიზიანებულ ნაწლავში, უკაცრავ წყლოვან კოლით შორის. თუნდაც იგივე გაღიზიანებულ ნაწლავს და სხვა ნებისმიერ გასტროენტეროლოგიურ დიაგნოზთან მიმართებაში და აქვს კრონს დამახასიათებელი თავისებურება, ერთგვარი პათოგნომიური ნიშანი, რაზეც ესეთი გამოხვილებული ყურადღება მართლა გასტროენტეროლოგს შეუძლია გააკეთოს, რომ კრონი არის დაავადება, რომელიც პირის ხრიდან დაწყებული, ანალურ ხრამდე ყველგან არის გავრცელებული, მაგრამ თავისი საყვარელი დაზიანების უბანიც აქვს. სწორედ ეს დაზიანებული უბანი ბადებს იმას, რომ დაავადება შეიძლება აგვერიოს საწყის ეტაპზე. რა თქმა უნდა, სხვა დაავადებაში და როგორც თქვენ ბრძანეთ, პაციენტი შეიძლება ქირურგის კომპეტენციაშიც მოხდეს. კი ბატონო, და რატომღაც მივიდეს დაუშვათ ქირურგმა ცეკვი მიიტანოს მწვავე აპენდიციტზე და ამ დროს აღმოჩნდეს უკვე ნაწლავი დაზიანებული რაღაცა უბანი და შემდეგ უკვე რიგი კვლევები ჩატარდება და დადასტურდება საბოლოო. მით უმეტეს ეგრეთ წოდებული მომთმენი პაციენტი, რომელიც წინარე ნიშნებს არ აქცევს ყურადღება, შეიძლება პირდაპირ აღმოჩნდეს ქირურგის კომპეტენციაში და ასე ვთქვათ, გადაუდებელმა ვერც კი მოასწროს თავისი. ეს ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა, და გარკვეულწილად იმასთანაცაა დაკავშირებული, რომ კრონის ცნობადობა არის დაბალი არა მარტო ექიმებს შორის, არამედ გასტროენტეროლოგებიც ყველას არ აქვს გამოცდილება ამ დაავადებასთან მუშაობის. როგორია დაავადების განვითარებაში ეტიოლოგია, დაუშვათ რა ფაქტორები თამაშობს, იგივე გენეტიკა, იმუნური სისტემა, აი როდის აღმოცენდება კრონი და რატომ არის ესეთი? კი ბატონო, იცით კრონის დაავადება ეტიოლოგია უცნობია, ანუ მისი წარმოშობის მექანიზმი, ისე როგორც წყლოვანი კოლიtis დროს უცნობია ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მის წარმოშობაში ძალიან დიდ როლს თამაშობს მემკვიდრეობითი ფაქტორი, გენეტიკური როლი, იმუნიტეტის დაქვეითება, გარშემო სხვადასხვა ინფექციური პროცესები, ბაქტერიული დაავადებები და ასე შემდეგ. აი სხვადასხვა მემკვიდრეობით განწყობას თუ კი კრონის დაავადება, რომელიმე მშობელს აქვს კრონის დაავადება, აუცილებლად მისი მემკვიდრეც დაავადებული იქნება 30%-ში და თუ ორივე მშობელს აქვს 70%, ანუ მეტი არის რისკი იმის, რომ კრონით დაავადებულის პირდაპირ შთამომავალი, რა თქმა უნდა, დაავადებული იყოს. გენეტიკური პროფილი ხო, დაბალი იმუნიტეტი, გარემო პირობები, ცხოვრების ცუდი არაჯანსაღი კვება, სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციები, ეს ყველაფერი ხელისშემწყობი არის კი ბატონო კრონის დაავადების განვითარებაში და ჩამოყალიბებაში, თუმცა წარმოშობის მექანიზმი ამ ეტაპზე მაინც უცნობია. კი ბატონო, ეს დაავადებების იმ დიდ ოჯახში შედის, რომელიც ჯერ კიდევ კვლევის საგანია, ასე ვთქვათ, კრონის სამწუხაროდ. როგორია დაავადების გავრცელება მსოფლიოში, სტატისტიკა, არის თუ არა რაიმე ინფორმაცია ერთიანი რაღაცა, რაზეც შეიძლება დღეს ვისაუბროთ? იგივე ჯგუფებში როდის რა ასაკობრივ კატეგორიაშია გავრცელებული, რომელიმე სქესთან არის თუ არა დაკავშირებული უპირატესად? იცით, თანაბრად გავრცელებულია როგორც მამაკაცებში, ისევე ქალებში. აი წარმოშობის მიხედვით რატომღაც ბოლო კვლევების საფუძველზე ამბობენ, რომ ებრაული წარმოშობის წარმომავლობის ხალხში უფრო მეტად არის გავრცელებული ესეც კვლევების საფუძველზე და
ასაკობრივი ჯგუფი არის 15-დან 35 წლის ასაკში და შემდეგ 50-დან 65. თუმცა გვხვდება ბავშვებშიც და ხანდაზმულებშიც, ანუ ასე, მაგრამ ძირითადად აი ამ ასაკობრივი ჯგუფებში ეს ალბათ საწყის მანიფესტაციას გულისხმობს. კი, საწყისი თორემ თუ შემდეგ ამაზე ვისაუბრეთ და თუ გავრცელდა, ანუ გახანგრძლივდა დაავადების მიმდინარეობა და ადამიანმა ვერ მიაქცია ყურადღება ან არ მიაქცია, მაშინ უკვე ნაწლავგარე ექსტრაინტესტინალური, ანუ ნაწლავგარე ფორმებიც ვითარდება მთელი რიგი ჩივილების საფუძველზე და ჩაერთვება უკვე სხვადასხვა ორგანოები და ალბათ მე შესაძლებელია სულაც არ მოხდეს გასტროენტეროლოგთან და სხვა პროფილის ექიმთან მოხდეს ადამიანი იმის დამეხადით, რომელი ორგანოა დაზიანებული. აქვე ვისაუბროთ უგნებავთ თვითონ ნაწლავის დაზიანებაზე. წყლოვან კოლიტთან შედარებით წეგან გამორჩა მე უნდა მეთქვა, ანუ წყლოვანი კოლიტი თუ კი მოიცავდა ანთებითი პროცესი მხოლოდ ლორწოვან შრეს და დაავადება თვითონ ვრცელდება დიფუზურად, ანუ დაზიანებულია დაუშვათ მსხვილი ნაწლავის რაღაც გარკვეული უბანი, ხო? აი კრონის დაავადების შემთხვევაში დაავადება ვრცელდება აბსოლუტურად ყველა შრეზე, ლორწოვანი, ანუ სამივე შრეზე ვრცელდება მოკლედ დაავადება და ეს არის ანთებითი პროცესი. ასე ვთქვათ, წყვეტილ, ანუ შეიძლება იყოს რაღაც დაავადებული უბანი, შემდეგ იყოს სახი, აბსოლუტურად სახი ნაწლავი, შემდეგ ისევ დაავადებული, ეს როგორც ვთქვათ, ქვაფენი, აი სხვადასხვა წყვეტილ, ნაწყვეტ შესაძლებელი და ეს რა თქმა უნდა უფრო ცუდია, იმიტომ რომ უფრო მეტ მას რა ტერიტორიას მოიცავს ნაწლავების და შემდეგ უკვე და საკმაოდ ღრმა დაზიანება და რა თქმა უნდა ნაწლავის ფუნქცია იკარგება, იქ ყველა შრე რადგან არის ჩართული და რატომაც ვერ მიხვდა პაციენტი რომ მას კრონის დაავადება აქვს და გავიდა რაღაცა პერიოდი, რა თქმა უნდა ნაწლავი უკვე თავის ფუნქციას კარგავს, იქ შესაძლებელია ჩამოყალიბდეს აბსცესები, ჯირგროვები, შესაძლებელია სტენოზი განიცადოს, ან ნაწლავმა დაკარგოს თავისი ფუნქცია, ვეღარ გატარდეს, მოხდეს შეიძლება გაუვალობითაც მოხდეს ქირურგიული პაციენტი ქირურგიული კი ბატონო და ის დაზიანებული ნაწლავის მონაკვეთი ამოიკვეთოს, ასე ვთქვა და რეზექცია ხდება, ეს უკვე ქირურგის საქმეა მოკლედ. თუმცა ქირურგიული ოპერაცია არ არის ერთმნიშვნელოვნად განკურების გარანტია პაციენტს მაინც აქვს, თუმცა დაზიანებული უბნის ამოღება მაინც ხდება იმის მიხედვით. კი, მაგრამ ჩვენ როგორც ვთქვით, ეს არის მორეციდივე დაავადება, ანუ შესაძლოა ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ კრონის დაავადების შემთხვევაში გამოვიწვიოთ რეციდივი, ჩვენ თავიდან რა თქმა უნდა მედიკამენტოზურად. შემდეგ ყვევითი აუცილებლად დიეტას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რეციდივის გამოწვევა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ პაციენტი დაუჯერებს თავის ექიმს, დაიცავს ნორმალური ცხოვრების რიცხვს, რა თქმა უნდა რეციდივის დროც ხანგრძლივდება და მან შეიძლება აბსოლუტურად კარგად იგრძნოს თავი და რაღაც წლების განმავლობაში იცხოვროს მშვიდად, ასე ვთქვათ. კი ბატონო, დაავადება მართვად ფაზაში გადავიყვანოთ, ასე ვთქვათ და თუ არსებობს რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, რა ხდება კრონის დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში, რამე სტატისტიკა მე ვიცი რომ საქართველო არ არის განმეორებული ამით, მაგრამ თუ გვაქვს რამე ინფორმაცია ლოკალური რამე პროგრამა რაღაც ესეთი თუ არსებობს იცით ინერგება კი რაღაც პროგრამები არის კურნალობას გულისხმობთ ალბათ ხო თუნდაც პაციენტის აღრიცხვა ანუ რამე იცით რაც დრო გადის და რაც უფრო კვლევის მეთოდებიც უფრო მეტად გაიზარდა უფრო რაღაც მედიცინა წინ წავიდა შესაბამისად კრონის დაავადების რიცხვიც მატულობს მაგის შესაბამისად საქართველოში და ასე თუ ისე ექვემდებარებიან ჩვენი პაციენტები. ზოგადად ცილდება იდიოპათიური დაავადებების რიცხვი, ასე ვთქვათ, იმ დაავადებების, რომელსაც მიზეზი არ აქვს და თანდათან რაღაცა დიაგნოსტიკაც უფრო ღრმავდება და სწორი მკურნალობაც დროულად იწყება. დღეს აღარ არის უკვე ის, როცა ასეთი დიაგნოზით პაციენტი საზღვარგარეთ მიდიოდა და იქისმებოდა დიაგნოზი ხომართან, რაც საქართველოშიც ხდება. თქვენ ასაკთან დაკავშირებით გვესაუბრეთ და რისკის ჯგუფებზე მაიკო და რამდენად უფრო მძიმედ ან მსუბუქად მიდის დაავადდა ბავშვთა ასაკში თუ მოხდა ისეთი რომ ადრეულ ასაკში იქნა და იგივე ხანდაზმულებში ან ყველაზე სამწუხარო ასაკი რომელიც არის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ეს არის ორსულობის პერიოდის ანუ რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში მე ვიცი რომ პირადად ჩვენ მქონდა ესეთი შემთხვევა, როდესაც ქალბატონმა შვილიც გიყოლე კრონის დაავადების დიაგნოზით და სამბედნიეროდ ძალიან ჯანმრთელობა იაყოს ასე ვთქვათ. კი, იყო ასეთი, იცით, ორსულობა უნდა დადგეს იმ შემთხვევაში, როდესაც აი სწორედ ვისაუბრეთ რემისიის პერიოდშია კრონის დაავადება დანარჩენი არაფერი ხელს არ უშლის. ახლა რაც შეეხება ბავშვთა ასაკში, ესე არ უნდა გავიგოთ, რომ რადგან ბავშვია, მას უფრო სხვა მიდგომა. არა, ჩვეულებრივად კურნალობის პრინციპი იგივენაირად, იგივე პრეპარატები აბსოლუტურად, იმიტომ რომ
პირიქით ბავშვთა ასაკში უფრო მეტი ასე ვთქვათ, უფრო რთულად შეიძლება განვითარდეს თუ კი არ მივაქციეთ ყურადღება. ამიტომ დაავადების დადგენის შემთხვევაში აუცილებლად იწყება შესაბამისი მკურნალობა თავისი დიეტით. სამწუხაროდ კრონის დაავადება, ისე როგორც წყლოვანი კოლიტი, არ არის განკურნებადი დაავადება, ეს არის მთელი ცხოვრება, როგორც აღნიშნეთ, თავისი რემისიის პერიოდებით, ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ეს რემისია გამოვიწიოთ და გავახანგრძლივოთ. რა თქმა უნდა, ცხოვრების სწორი რეჟიმით. და შესაბამისად ალბათ ასეთი პაციენტი მუდმივად იმყოფება გასტროენტეროლოგიურ მეთვალყურეობაზე, კი ბატონო. მაიკო, რა მაინტერესებს, ნახეთ, როდესაც სიმპტომებზე საუბრობთ კრონის ნიშნებით, როგორი ნიშნებით შეიძლება გამოიხატოს, აი პირველი თუნდაც რასაც მანიფესტაციას ვეძახით დაავადებებს, თქვენ თქვით, რომ ძალიან ბევრი გართულებები შეიძლება ახდეს იმ დონემდე, რომ თუნდაც აი ქირურგიული პაციენტიც კი გახდეს. რა არის ის ნიშნები, რაც ყველაზე ხშირად გვხვდება კრონის დაავადების დროს და? ეს არის პირველი უტყუარი ნიშანი, როგორც ვთქვით, მუცლის ტკივილი. უფრო მეტად მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრატში. თუმცა ხო, ტკივილი მოკლედ და შემდეგ არის ფაღარათი, ხანგრძლივი ფაღარათი ან დიარეა. დიარეას გახანგრძლივებულად ქრონიკულად მივიჩნევთ, როდესაც უკვე 6 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება. ანუ შესაძლებელია ხა ეს დიარეა გამოწვეული იყოს თუნდაც საკვების მიერ, იყოს თუნდაც რაღაც ბაქტერიული პროცესი, მაგრამ ის ახლა თავისთავად იმკურნალებს და ალაგდება ხო რაღაც პერიოდი, მაგრამ თუ გახანგრძლივდება ეს დიარეა და ფაქტიურად უკვე თვენახევარზე მეტი გრძელდება, უკვე ეჭვი უნდა მივიტანოთ თავის ტენეზმებთან ერთად მუცლის ტკივილთან. შესაძლებელია დიარეის დროს გამოჩნდეს სისხლი განავალში. ხა წყლოვანი კოლიტის დროს ეს აუცილებელი პირობაც არის, მაგრამ კრონის შემთხვევაში შეიძლება არც იყოს სისხლი, თუმცა თუ გამოჩნდა უფრო მეტი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ყურადღება გვმართებს. შემდეგ შესაძლებელია დაერთოს ამას ცხელება, უფრო მეტად სუფი ფებრილიტეტი, შემძიმება, დიარეასთან ერთად შესაბამისად წონაში კლება, უკვე წონის დეფიციტი, ხო? შემდეგ თავსით ჩანს უკვე იქ ჰემატოლოგიური პრობლემები, ანუ სისტემატიურად მით უმეტეს თუ სისხლი ჩნდება განავალში, იქ უკვე ჰემოგლობინის პრობლემა, სულილებები არის სისხლის ფორმულაში და ახლა რაც შეეხება წეღან რომ ვთქვით, რომ ნაწლავგარე ფორმები, ან უკვე თუ ჩაერთო, ხო, შესაძლებელია კრონის დაავადების ერთ-ერთი დამახასიათებელი არის სახსრების დაავადება და ამიტომ ხშირად პაციენტი ხვდება თავისი ჩივილებით რევმატოლოგთან და საერთოდ არის ის, რომ აქვს დავუშვათ მაგას კრონის დაავადება, ამიტომ სპონდილოარტრიტი, ართროზი, ართრიტი, აი ეს მსგავსი ჩივილები. პირის შეიძლება სტომატოლოგთან მოხვდეს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, თავისი აფთოზური წყლები ვითარდება პირის წყლში, ლორწოვანის დაზიანება, თვალის დაზიანება, უვეიტის სკლერიტი, აი ესეც აბსოლუტურად თანდართულია კრონის დაავადებასთან. სისხლის ჰემატოლოგი უკვე ვთქვით, იმიტომ რომ სისხლის ფორმულა მკვეთრად იცვლება, აბსოლუტურად, როდესაც მით უმეტეს სისხლის დანაკარგი არის და ასე შემდეგ. ამიტომ გამოცდილი ექიმი რატომღაც თავისი ნაწლავი აი ეს ჩივილებით, რატომღაც ეჭვი უნდა მიიტანოს და გადაამისამართოს გასტროენტეროლოგთან აუცილებლად, რომ შემდეგ მოხდეს რიგი კვლევები და დადგინდეს საბოლოოდ ეს დაავადება. კი ბატონო, ალბათ პირველი მაინც მსგავსი პაციენტი ოჯახის ექიმის კომპეტენციაში ხდება, იმიტომ რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემაში პირველი რგოლი ოჯახის ექიმია და ალბათ მისი სწორ გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თქვენ სისხლის ცვლილებებიც ახსენეთ, მაიკო, და ჰემატოლოგიური პრობლემები და ალბათ აქ ანემიის თანდართოს გულისხმობთ ხომ მართალია. რაც ალბათ იმითაც არის განპირობებული, რომ სისხლი იკარგება და პაციენტი საკვებს ერთგვარად ვერ ინენებს, ასე ვთქვათ, და ვერ ხდება სულფასოვნად ათვისება. და ალბათ აქ სხვა მინერალებისაც და ვიტამინების პრობლემები შესაბამისად დადგება, რადგანაც ეს ასეთი ფაღარათით გამოიყენება. კრონის დაავადება, როგორც ნუტრიციოლოგისთვის, აი ჩემთვისაც ძალიან ისეთი მძიმე დიაგნოზია, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, პირველი დაავადებას ერთმნიშვნელოვნად მართავს გასტროენტეროლოგი. გასტროენტეროლოგი არის ის სპეციალისტი, რომელიც ფაქტიურად სიცოცხლის ბოლომდე პაციენტთან მეგობრობს ამ დიაგნოზით, მაგრამ რაღაც პერიოდულობით პაციენტი ჭირდება მით უმეტეს მისი მენიუ მიუხედავად იმისა, რომ ვერ ინენებს, უნდა გამრავალფეროვდეს და აქ ხშირად ვერთვებით ხოლმე გასტროენტეროლოგებთან ერთად ნუტრიციოლოგებიც და
ხანდახან მაიკო მე როგორც აი ეს უცხოური ვეცნობი ხოლმე სიახლეებს ყოველთვის და არის საკვები სპეციალური კვების რეჟიმი, სპეციალური საკვები დანამატები, ხანდახან კვება მიდის არა მარტო ენტერალურად ასე ვთქვათ პირის ღუში მიწოდებული საკვებით, არამედ გადასხმებისა და შევსების სახით და პაციენტმა ესეც არ უნდა გაიკვიროს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი კვების სახეობაა, ასე ვთქვათ, უბრალოდ პაციენტს რომელსაც უჭირს მონელება, ხანდახან ჭირდება დახმარება საკვების არა საწვლის მონელებებით ტრაქტით მიწოდებით. კრონის დიაგნოსტიკების მეთოდები როგორია და რამდენად ხელმისაწვდომია ეს მეთოდები საქართველოში, იმიტომ რომ როცა ესეთ მძიმე დიაგნოზებზე ვსაუბრობთ, მძიმე რამე არ ვიტყოდ, იმიტომ რომ შეიძლება დღეს ვისმენს ვინმე ამ დიაგნოზით, ცოტა უფრო რთულად სადიაგნოსტიკო ასე ვთქვათ დაავადებებია და ხშირად პირველი კითხვა რაც არის ხოლმე ჩვენი ოპონენტებისგან ის არის რომ საქართველოში მედიცინა არ არის იმ დონემდე რომ კრონი მართოს და დავშა დიაგნოსტირებაც არ ხდება. რა ხდება დღეს ამ ჩვეულებრივად ხდება დიაგნოსტირება, ანუ როდესაც უკვე გასტროენტეროლოგი მიიტანს ეს ჩვეულებრივად ენდოსკოპიური კვლევებით, კოლონოსკოპია, ახლა შემდეგ თავისი ბიოფსიური მასალით, აღებით ჩვეულებრივად ხდება დადგენა, იმიტომ რომ კვლევის სხვათა შორის დასაწყისში შესაძლებელია რენტგენოლოგიური კვლევაც, ან რენტგენოლოგიური კვლევითაც დადგინდეს გამოცდილი ასეთი მახოლი თვალით, ესეცა ბარიუმის ფაფას. ბარიუმის დიახ, კი ბატონო, და სადღაც შეფერხება მე თვითონ ნაწლავის აღნაგობა დაკვირვება ნაწლავზეთ, მაგრამ უტყუარი და მაინც ოქროს სტანდარტი არის კოლონოსკოპია. ეს ყველაფერი და ეს ყველაფერი ენდოსკოპიური კვლევით ჩანს. პაციენტებს არ უყვართ კვლევის ეს მეთოდი მოგეხსენებათ შედარებით, მაგრამ თქვენ მართალია იდეალური ვიზუალიზაციის საშუალებაა და სხვათა შორის ყოველთვის ცდილობენ ხოლმე რომ სხვა მეთოდები იგივე კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენონ მაშინ როდესაც მავნეობა კოლონოსკოპიას პრაქტიკულად არ აქვს მართალია. კრონის დაავადებაზე ერთ-ერთი საინტერესო მეთოდი დღეს რაც ხდება და ინფორმაცია ეს არის რომ მკურნალობაში ჩაერთო რაღაც ახალ-ახალი პრეპარატები, უკვე ემატება ქირურგიული ჩარევის გარდა ფარმაცევტული საშუალებები, ბიოლოგიური მეთოდები და მაინც სპეციალისტები როგორც ნახე ყოველთვის იყენებენ ინდივიდუალურ მიდგომას, იმიტომ რომ ერთიანი პროტოკოლი თქვენ სწორედ კრონს აქვს ძალიან ბევრი და რამის დაზიანების უნარი. და ერთიანი სქემით მკურნალობა როგორც ჩანს მაინც არ ხერხდება, იმიტომ რომ ხანდახან იქ ჭირდება რკინის პრეპარატების ჩართვაც და სხვადასხვა. როგორია მკურნალობა, რამდენად გამოიყენება და მე როგორც ვიცი, ქირურგიული მკურნალობაც მკურნალობის მეთოდია ხანდახან დაზიანებული ნაწლავის ამოღება. ხო, იცით რა თუ უკვე საკმაოდ პროგრესირებს დაავადება, ან არის ესეთი ფორმა, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება. ან კიდევ იმდენად ვერ მიაქცია პაციენტმა ყურადღება, რომ უკვე ნაწლავი მთლად გადაგვარებული, ასე ვთქვათ, აუცილებელია უკვე ქირურგიული ჩარევა, სხვა გზა არ არის, მაგრამ მანამდე მედიკამენტოზური მკურნალობა ფაქტიურად ბოლო 30 წლის განმავლობაში სტანდარტულად ხდება. ანუ არ დავასახელებ რა თქმა უნდა მედიკამენტებს, მაგრამ გლუკოკორტიკოსტეიროიდები, ანუ ისეთი პრეპარატები, რომელიც ანთებით პროცესებს აჩერებენ, ამცირებენ ადგილობრივად, რა თქმა უნდა თავის დიეტასთან ერთად. მე თქვენ როგორც ძანეთ ჩაერთვება რა თქმა უნდა ვიტამინები თუ კი დეფიციტი არის სხვადასხვა ჯგუფის, იქ ანემიის სამკურნალო პრეპარატები გააჩნია შემდეგ თან ახლავს თუ დაუშვათ პრობლემა არის. თუ თვალის პრობლემა ოფთალმოლოგიური პრეპარატები ჩაერთვება. მაინც პირველი რიგში იმუნურ სისტემაზე მოქმედები პრეპარატები, იმიტომ რომ ამ დაავადებას ესეც აქვს ხომ ავტოიმუნური ხასიათი ერთგვარი და ეს ძალიან ისეთი საზოგადოებრივ მიღებულია. თუმცა იმის მიხედვით რა დაზიანდება პირის ღრუ იქნება თუ თვალი იქნება, შესაბამისი სპეციალისტი შეიძლება ჩაერთოს და დანიშნულებაც. ყველაზე სამწუხარო ნაწილი არის ხოლმე, როდესაც ჩვენ დაავადებებზე ვსაუბრობთ, რა ხდება მაშინ, როცა დაავადების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ვერ მოხდება. რა შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი და საშიში გართულება, ну რა თქმა უნდა, ყველა დაავადებაზე შეიძლება ვისაუბროთ, როგორც მიუხედავ შემთხვევაში მარტივი გრიპით შეიძლება ვითომ და გართულდეს მეტალური გამოსავლით, ხო მართალია? რა შეიძლება გამოიწვიოს დაუშვათ კრონმა თუ არ მოხდა მისი დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა? ანუ პირველ რიგში რა თქმა უნდა შესაძლებელია მოხდეს პერფორაცია, ანუ უკვე მწვავემუცელეკე და შეიძლება მოხდეს დასაწყისში რა თქმა უნდა სტენოზი. თავიდან მე ფისტულების ჩამოყალიბება, ჭირგროვების და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე ესეთი შორსწრაფული შემთხვევა უკვე პერფორაცია, როდესაც უკვე და შეიძლება ძალიან ცუდადაც დამთავრდეს, ამიტომ ანუ ან შეიძლება გაუვალობის სიმპტომი შემოვიდეს, ან უკვე პერფორირებული და პერიტონიტი შეიძლება იყოს.
საკმაოდ ქირურგიული პაციენტი ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება გახდეს. და როგორი არის კრონის დაავადების მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხი დღეს? რას ვახცევთ თანამედროვე მედიცინა კრონის დაავადებიან პაციენტებთან თუ გვაქვს რამე საიმედო დაუშვათ რაც შეიძლება? კი, საიმედო, კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ თუ დაესვა დიაგნოზი პაციენტს კრონის დაავადება, რა თქმა უნდა, მუდმივად მჭიდრო კავშირში უნდა იყოს თავის ექიმთან. ამ შემთხვევაში გასტროენტეროლოგთან ძირითადად და შემდეგ სხვადასხვა პროფილის ექიმებთან. თუ კურნალობა აბსოლუტურად ჩაივლის და დიეტას დაიცავს ყველა იმ რეკომენდაციას, რაც მას ექიმი მისცემს, საიმედოა რა თქმა უნდა და არაფერს ირთულეს, როგორც თქვით, ახლა ორსულობაც შედგა და მშობიარობაც, ხო, იმ მშობიარა იმ გოგონა, ეს ახლა ეს ჩვეულებრივია, მთავარია ჩვენ რემისიის პერიოდს მივახციოს ხანგრძლივად. და დანარჩენი ყველაფერი კარგად. და ალბათ გენეტიკური დატვირთვა, როდესაც იმ პაციენტებთანაც განსაკუთრებული ყურადღება იმ პაციენტებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გენეტიკური ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს, როგორც ნებისმიერ დაავადებაში, უბრალოდ ალბათ რომ მოვა რომ წარმოშობის მიზეზით იქნება რატომაც ცნობილი, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც ეტიოლოგიურ დაავადებად ითვლება ეს კრონის დაავადება და მაგრამ გენეტიკას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. ისე როგორც ნებისმიერი სხვა დაავადების შემთხვევაში. თუმცა გენეტიკა არ გვაძლევს საშუალებას ექიმებს ხელი ჩავექნიოთ, იმიტომ რომ ერთი მხრივ გენეტიკა ყველაფერს ასე ვთქვათ ხელს გვბანს ექიმებს, მაგრამ ჩვენ არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ასეთ პაციენტებს გენეტიკით უთხრათ, რომ იცით რა განაჩენიება არის გაწერილი და მაიკო, ერთი კითხვა მაქვს ზოგადად. ნახეთ, როდესაც აი კრონზე ვსაუბრობთ, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, თუნდაც წყლოვანი კოლიტი დაავადებები, რომლებიც ამ მიმდინარეობით გამოირჩენა ან ძალიან გავრცელებულები არიან. სულ საუბრობთ ხოლმე, რომ აი ცნობადობის უმაღლება თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორც ექიმის, როგორც საკმაოდ სტაჟიანი ექიმი და დიდი სტაჟი გაქვთ, მაიკო, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ აი ჭეშმარიტად მაღლა ცნობადობა. მე გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი გადაცემები გარკვეულწილად ემსახურება ცნობადობის გაზრდას. თუ ის ადამიანი, რომელიც დღეს თქვენ გადაცემას უსმენს, თავის დიაგნოზს ვერ დაიჭერს ამ გადაცემაში, მან შეიძლება მოისმინოს ყველაფერი ყურადღებით და მე არ ვიტყოდი, რომ დიაგნოზი დაუსვას ახლობას, მაგრამ ვინმეს ურჩიოს, რომ იცი რა, შენ მიცელი გაწუხებს ხანგრძლივად, იქ გაქვს ბაღარათი, დიარეა და აბა მოდი მიმართე გასტროენტეროლოგს, ხომ არ გაქვს პრობლემა. თუნდაც ერთმა ადამიანმა თუ გააკეთა ასეთი რამ და თუ ერთი პაციენტი მაინც დროულად მოვიდა კლინიკაში, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მისია უკვე შემდგარია, იმიტომ რომ თუნდაც ერთი ადამიანი ყავს გადარჩენილი. მაგრამ მაინტერესებს თქვენი აზრი, რა შეიძლება ზოგადად გაკეთდეს ასეთი პრობლემის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით? სხვათა შორის ჩვენს ქვეყანაშიც არის ეს სკრინინგ პროგრამები ძალიან კარგია. ეს ძალიან დიდ საშუალებას აძლევს. ძალიან ისეთი კი, ფინანსურადაც და აბსოლუტურად, იმიტომ რომ აძლევს საშუალებას იმ ადამიანს, იმის საშუალებას, რომ მივიდეს და რაღაცა დონემდე ჩაიტაროს გამოკვლევა, თუნდაც ისედაც ეჭვიც რომ არ ქონდეს, აძლევს ეს სკრინინგ ცენტრები იმის საშუალებას, რომ მივიდეს და ჩაიტაროს გამოკვლევა, ეს არ არის ცუდი და ნუ ახლა თუ რაღაცა თავშოთ აქვს ისეთი რაღაცა, რაც ეჭვს აძლევს, მით უმეტეს რომელიღაც სიმპტომი, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, მაშინ ამ შემთხვევაში ნამდვილად აუცილებლად უნდა მივიდეს და დაიწყოს რაღაც ელემენტარული თუნდაც პირველად კონსულტაცია ჩაიტაროს გასტროენტეროლოგთან, ხო? და მე მისი დახმარებით რატომ? კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით. დღეს ძვირადღირებული პიარი და მდიდარი ორგანიზაციები, ასე ვთქვათ, მათ შორის ბევრი ძალიან არა კეთილსინთეზიერად ფარავს ჭეშმარიტად სამედიცინო მოწოდებებს, იგივე საკვები პროდუქტების, მედიკამენტების რეკლამის დროს ახლა არ მინდა ვთქვა, რომ არსებობენ ისეთი მედიკამენტები, რომლებიც ნაკლებად სარგებლიანია და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კლინიკაში დღეს დაწყებული გვაქვს ფაქტიურად რამდენიმე დღიანი უფასო გასინჯვები, რომლებიც პრაქტიკულად სკრინინგის მოდელს წარმოადგენენ. ჩვენი ექიმების კეთილინება იყო და ჩვენი ხელმძღვანელობის, რომ ესეთი საქველმოქმედო აქცია გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ ნამდვილად დღევანდელ პერიოდში არავის არ აქვს ის დრო და საშუალება, რომ ესე დაუშვათ თავი გაწიროს და გადადოს, ხო? ამიტომ პაციენტებს მინდა ვთხოვო, რომ ყური ადევნონ ჩვენ, თვალი ადევნონ ჩვენ გვერდს, ყურადღებით მოგვისმინონ ყოველ ინტერვიუში, რომ აი ესეთი შეხვედრები, რომლებიც ჩვენთან მე არ ვიტყოდი, რომ ეს მარტო კონსულტაცია, ეს ფაქტობრივად შეხვედრაც არის, ხო, პაციენტთან. არ ჩატარდეს ისე, რომ ვიღაცა დარჩეს ყურადღების იქეთ და ყურადღების მიღმა.
ჩვენ იქნება მოახერხოთ და მოვაწყოთ ასევე სხვანაირი ღონისძიებები. ჩვენ ბევრი გეგმები გვაქვს ძალიან, გვინდა პაციენტთან შეხვედრა, პაციენტის სკოლის გაკეთება ზოგიერთ დაავადებაზე. მინდა რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს, არ არის აუცილებელი დიაგნოზი იყოს ძალიან მძიმე. ხანდახან პაციენტი მოდის თვითონ მარტივი პრობლემით და მე აღმოჩნდება რომ პრობლემა რეალურად არის. აი მე ცოტა ხნის წინ კარდიოლოგთან წერდი ინტერვიუს ჩვენი კლინიკის და იქ მან ისაუბრა რომ ხანდახან უბრალოდ თავის ტკივილით მოსული პაციენტი რომელიც სხვა თემაზე მესაუბრებოდაო და მითხრა იცი რა ხშირად ტკივა თავი და იქვე რა თქმა უნდა გასინჯის რომ გავსინჯეთ წნევა არტერიული. და აღმოაჩინეთ რომ პაციენტის თავის ტკივილს აქვს რეალური მიზეზი. მაღალი არტერიული. კი ბატონო და ეს პაციენტი სპეციალური დანიშნულება მიეცა, მიიღუპება მეთვალყურეობის ქვეშ, გადავარჩინეთ შემდგომში სხვა გართულებებს, აღარც თავის ტკივილებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესდა და საკმაოდ ისეთი კმაყოფილი წავიდა კლინიკიდან. აი ანალოგიურად მინდა გთხოვოთ რომ როდესაც ჩვენი კლინიკა აცხადებს საქველმოქმედო გასინჯვებს, პაციენტებთან შეხვედრებს, გთხოვთ გამოიჩენოთ გულისხმიერება თუ თქვენ არ სჭირდებათ იმ წუთში გასტროენტეროლოგიური დახმარება, მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს ახლობლებს, გააზიაროთ ეს ინფორმაცია და შეგიძლიათ და გვარად დაეხმარეთ სხვებსაც თქვენ ახლობლებს, იმიტომ რომ მართლა ფუფუნება დღევანდელ ქვეყანაში, როდესაც თქვენაირი ექიმი დაუშვათ ის და აკეთებს ასეთ შეხვედრას პაციენტებთან. მაიკო, ამაზე ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ. მოახსენოთ რა თქმა უნდა კლინიკის ხელმძღვანელობასაც, იმიტომ რომ ამას ყველა არ აკეთებს. და მინდა ვისურვო რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმირება ქონდეს ჩვენ პაციენტებს ამის შესახებ. სიამოვნებით. კი ბატონო, იმიტომ რომ ჩვენ ასეთი ღონისძიება ემსახურება ბევრ ამას. პირველი რომ ძალიან ისეთი პატრიოტული მოტივი აქვს, თუ ვიღაცა ფიქრობს რომ ამით ჩვენ მარტო პაციენტების ასე ვთქვათ რაოდენობის გაზრდას ვაპირებთ, ნამდვილად არ არის. მინდა გითხრათ, იმიტომ რომ კლინიკა საკმაოდ პატარაა, მაგრამ ბევრი სპეციალისტი ყავს და საკმაოდ ბევრი პაციენტი ყავს და არ უჩივით ასე ვთქვათ უპაციენტობას, მაგრამ ის რაც აი პროექტით დაიგეგმა, მინდა რომ თავიცი მეტი ყურადღების და მეტი გულისხმიერების მიზეზიც გახდეს ხალხში და აი ვინც უყურებს, ყველამ შეძლოს თავისი ახლობლის დახმარება, იმიტომ რომ გასტროენტეროლოგი, ენდოკრინოლოგები კლინიკის მართავენ შეხვედრას პაციენტებთან და მე ნამდვილად გირჩევდით, რომ ვისაც გაქვთ მსგავსი პრობლემა ან ახლობლებს გაქვთ, ჩვენს გვერდზე დევს ის ინფორმაცია და მიაწოდეთ აუცილებლად ახლობლებს. მაიკო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. მე ვთვლი რომ დღეს ჩვენი გადაცემა შედგა და მთავარი სათქმელი ვთქვით. ეს იყო აკადემიურად და რაც შეიძლება მოზომილად მიწოდება, იმიტომ რომ თავიდანვე ვთქვი რომ დაავადება არ არის მარტივი და ჩვენი მიზანი ყოველთვის არის რომ პოზიტივი მივიტანოთ ხალხთან და ის სირთულეც მარტივად და ესე ვთქვათ ძალიან შვიდად გავაცნოთ. მინდა გისურვოთ პროფესიული წარმატება მაიკო პირველ რიგში და მინდა ვთხოვოთ ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ რომ აი ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი ჩვენი კლინიკის გასტროენტეროლოგი გელოდებათ მიღებაზე შეგვეხმიანეთ, ჩაეწერეთ ქალბატონ მაიკოსთან, მიიღეთ კომპეტენტური რჩევა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ჯანმრთელობას გისურვებთ. ნახავთ.